სწორ პასუხზე მეტად უფრო მნიშვნელოვანი არის სწორი შეკითხვა. თქვენთან მექნება ერთი შეკითხვა, განწყობა არ იყო ნახსენები დღევანდელი მოხსენებების განმავლობაში და დაგაფიქრებდით იმაზე, რა განწყობას ქმნით თქვენი შეკითხვებით, ან მაგალითად სიტყვებით. თუ ვინმე მეტყვით, რომ საკმაოდ სულელი ვარ, რა განწყობა შემექმნება, ან თუ მეტყვით, რომ ჭკვიანი ვარ, ან რა ვიცი, ლამაზი ვარ, ან ასე შემდეგ, ასევე რა განწყობა შეიძლება რომ შეიქმნას ჩემს პიროვნებაში და როგორ გავლენას მოახდენთ. იყო გაჟღერებული ესეთი ფრაზა, ნუცა როდესაც საუბრობდა, შეძახილმა ხე გაახმო და როგორც ბავშვთა ფსიქოთერაპევტი და ფსიქოკონსულტანტი გირჩევდით იმაზე დაფიქრებას, ალბათ ყველას გეყოლებათ ბავშვები, შვილები, ვისთანაც კომუნიკაცია გიწევთ და დაგაფიქრებდით იმაზე, რა გავლენას ახდენთ თქვენი კომუნიკაციით და თქვენი სიტყვებით, მაგალითად ბავშვებზე ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანზე. მაგალითად, თუ ბავშვს ეუბნებიან, რომ ზარმაცი ხარ, როგორც ხე შეიძლება გახმეს, ისე შეიძლება ბავშვი გახდეს ზარმაცი. დაიჯეროს, რომ ესეთია. არსებობს ესეთი სუგესტია, როდესაც მაგალითად შეიძლება დავაჯეროთ ადამიანს რაღაც, მაგალითად დავაჯეროთ, რომ არის ზარმაცი და მოიქცეს ზუსტად ისე, როგორც წარმოგვიდგენია, რომ იქცევა ზარმაცი ადამიანი, ხო? გარდა ამისა, თუ ადამიანი არის მოწყვლადი ემოციურად, ამასაც აღვნიშნავდი, ემოციური მოწყვლადობა შეიძლება განაპირობებდეს იმას, რომ ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვა კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელი იყოს სხვა ადამიანისთვის და კიდევ უფრო მეტად დიდი გავლენა მოახდინოს მასზე. ფსიქოთერაპიული სესიის დროს შეიძლება, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ვეხებით ხოლმე ემოციებს და ასევე ადამიანის ქცევებს, მათ ფიქრებს, აზრებს, როგორ ალაგებენ, ასე ვთქვათ, აზრებს ცხოვრებასთან დაკავშირებით, საკუთარ თავთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. სადაც ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი მხრიდან, ანუ ფსიქოთერაპევტების მხრიდან, საკმარისად სანდო გარემოს შექმნა, უსაფრთხო გარემოს შექმნა იმისთვის, რომ ადამიანმა გააჟღეროს და დაასახელოს ისეთი რამ, რაც შეიძლება მანამდე არსად არ უთქვამს. ძალიან ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, რაიმე ტრავმული გამოცდილება შეიძლება პირველად ზუსტად გაჟღერდეს ფსიქოთერაპევტის ოთახში და სივრცეში, იმიტომ რომ ადამიანს მანამდე ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა არსად. უსაფრთხოებას ვერ გრძნობდა, ნდობას ვერ გრძნობდა, არ იცოდა მისი გაჟღერებული ეს კონკრეტული დეტალი, როგორ იქნებოდა მოსმენილი მაგალითად, ან როგორ უკავშირს მიიღებდა. ამიტომ ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ზუსტად ამგვარი ნდობით სავსე სივრცის მიცემა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამ ყველაფრის გაკეთება.